მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ზუსტად 2 საათზე გახსნის გელა ხასაიას სასამართლო პროცესს და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა პოზიცია ექნება მოსამართლეს BBC-ს ფილმთან დაკავშირებით, რომელსაც პროცესზე დაცვის მხარე წარმოადგენს. იურისტები ამბობენ, რომ ამ ფილმში გელა ხასაია თავად დეტალურად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდებით და როგორ ებრძვის მათი განმარტებით რეჟიმი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში თვეების განმავლობაში იყვნენ და როგორი დღეები გამოიარეს სასტიკი დარბევების დროს. ფილმში ასევე გელა ხასაია გამოთქვამს ვარაუდს, რომ სავარაუდოდ იქამდე სანამ საზოგადოება ამ ფილმს ნახავდა, ის უკვე იქნებოდა დაკავებული და რეალურად ასეც მოხდა. შესაბამისად, ადვოკატები ფიქრობენ, რომ გელა ხასაიაზე დევნა დაიწყო სხვადასხვა მიზეზების გამო და არ გამორიცხავენ მათ შორის, რომ ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო სწორედ ის გარემოება, რომ გელა ხასაია რეჟიმს ააშკარავებდა და ყოველთვის საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იდევნებოდნენ ახალგაზრდები. შესაბამისად, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პირველ არსებით განხილვაზე იურისტებს ექნებათ შუამდგომლობა, რომ ეს ფილმი წარმოადგინონ, თუმცა არ აქვთ მოლოდინი, რომ მტკიცებულებად დაურთავს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე გელა ხასაიას საქმეში BBC-ს ფილმს, რომელმაც ფაქტიურად მთელი საზოგადოება ალაპარაკა. კიდევ ერთი მოტივი იკვეთება გელა ხასაიასთან მიმართებით და გელა ხასაიას წინააღმდეგ ნაწარმოების სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით. ის გახდა მთავარი გმირი, ესე ვთქვათ, და მთავარი პროტაგონისტი ამ სიუჟეტის, სადაც ის როგორც ბევრ გავს შემთხვევაში ამხელდა უსამართლობაში და უკანონობაში სახელმწიფოს. აღნიშნული ინტერვიუ თავდება გელა ხასაიას ნაწილში, მისი თქმით, რომ მან არ იცის, არის თუ არა ეს მისი ბოლო ინტერვიუ და როდის დაიჭერენ თვითონ და როდის გახდება სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი, უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი. სამწუხაროა, რომ BBC-ს ინტერვიუ თავდება ზუსტად იმ ტიტრებით, რომ გელა ხასაია სიუჟეტის გასვლის მომენტისთვის უკვე იყო დაკავებული და მის მიმართ 4-დან 6 წლამდე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს წარმოება. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო თუნდაც თუ არა მტკიცებულების ინფორმაციის სახით მაინც მიიღებს ამ მასალებს და ნახავს, რომ გელა ხასაიას მიმართ არსებობდა არაჯანსაღი და არასამართლებრივი მოტივების მთელი კასკადი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეტაპობრივად იკრიბებიან გელა ხასაიას მეგობრები და მისი თანაგუნდელები. ზუსტად 2 საათზე გაიხსნება სასამართლოს ხდომა, ასევე საინტერესოა თავად დაკავებული ხასაია რას იტყვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე და გამოეხმაურება თუ არა BBC-ს ფილმს, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ასევე საზოგადოებაში და საინტერესოა მოსამართლის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.